მოძრაობის ხო, ნუ რა ვიცი, შემდგარ რა სიტყვით, ნაციონალური მოძრაობა გაემიჯნა პირველ რიგში თავად ზვიად კუპრავას და მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს ზვიად კუპრავა ამ ეთერშიც და სხვა ეთერებშიც და ეხა მე რა უნდა გითხრათ ზვიად კუპრავაზე, რა ვიცი. საერთოდ თუ არა დაიცვათ საარჩევნო უბნები თუ კი რაღაც საფრთხე დაემუქრება, ასე ვთქვათ, ბოიკოტის მომხრე პარტიების ჩვენ არანაირ ფიზიკურ დაცვას არ განვახორციელებთ და რაღაცა ფიზიკურ ინტერაქციას არ ვაპირებთ ამ ადამიანებთან, რაც შეეხება კონკრეტულად 4-ს. 4-ში, ანუ როგორ ფიქრობთ, რატო ჩაენიშნა 4-ში მაინც და მაინც რატო დაანონსდა რევოლუცია? აი პოსტერები ხო გინახავთ სოციალურ მედიაში დღეს გავრცელდა, არ მიხვიდე არჩევნებზე, მოდი რუსთაველზე. ანუ პირდაპირი ფორმით ეს პროტესტსაც ვერ დავარქმევთ, ეს რაღაცა დაგეგმილი სცენარით მართული პროცესი, კაცმა არ იცის ვისი მხრიდან, პირდაპირი ფორმით დამიზნებულია არჩევნებზე და ადამიანებზე, რომლებსაც სურთ არჩევანის გაკეთება და საარჩევნო უბნებზე მისვლა. ანუ მარტივი პროცესია, ანუ მარტივი ჭეშმარიტებაა. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც აი ეგრე დევს, როგორც ეს ჭიქადევს დღეს ახლა ამ მაგიდაზე. ესეთი ჭეშმარიტებაა. რაღაც ხელისუფლების ცვლილება კი არ არის ამ პროტესტის მიზანი. არჩევნების ჩაშლა არის ამ პროტესტის მიზანი, ხო? სხვა ხო არაფერი არ არის. რატო არ ჩაატარეს მაგალითად 3 ოქტომბერს ან 5 ოქტომბერს? ხო წარმოუდგენელია, ანუ არჩევნების და არჩევნებში მონაწილე პარტიების წინააღმდეგარი დამიზნებული მთელი ეს პროცესი. თუ ამას არ ძმალობენ, ხო და როგორ შეიძლება ჩვენ კონსტიტუციურ პროცესში ვართ. თავიდან ბოლომდე ეს არის კონსტიტუციური პროცესი, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის გზით ვცდილობთ ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების შეცვლას. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი თქვენ გააქვთ ისა, რომ გაიმარჯვებთ? რწმენა გააქვთ, რომ გაიმარჯვებთ? ჯერთი გამარჯვების რწმენის გარეშე რაღაც პროცესში მონაწილეობა საერთოდ სიგიჟეა, ხო? მაგრამ ჩემთვის გამარჯვება რა არის? და თქვენთვის გამარჯვება რა არის? ნაცმოძრაობისთვის რევანშით აღება ხელისუფლების შეიძლება გამარჯვება. ჩემთვის ეს არ არის გამარჯვება. ჩემთვის გამარჯვება არის ევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება. ჩემთვის გამარჯვება არის თუ ელექტორალურად დავასუსტებ და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელს ბევრად უფრო ქვევით ჩამოვწვევ. ჩემთვის გამარჯვება რა არის? იცით, ერთი კოცითაც ნაკლები, ერთი ოცნების წარმომადგენელთაც ნაკლები რო იყოს საკრებულოში. ამიტომ ძალიან მარტივ პროცესს ვადევნებთ თვალს და დღეს ვინც გეუბნებათ თქვენ პირდაპირი ფორმით, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე 5 ოქტომბერს რა იქნება და იმედგაცრუებულს დაგტოვებთ ისევ. ამიტომ თქვენ არავინ არ გიშლით ხელს რომ მოხვიდეთ არჩევნებზე. თუ თქვენი მშვიდობიანი პროტესტის ხმა გინდათ მაინც და მაინც დააფიქსიროთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პარტია პროცესში, სადაც ისმის ჯერთი გეგმის გარეშე რაღაცა გაუგონარი მოწოდებები, რაღაც მშვიდობიან დამხობაზე, ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას არ იღებს.